ამერიკის ელჩი რობინ დანიგანი ბორჯომ ხარაგაულის ეროვნულ პარკს ესტუმრა და საქართველოს დაცული ტერიტორიების მართვის სპეციფიკას და რეინჯერთა საქმიანობას გაეცნო. ელჩს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ უმასპინძლა. საუბარი შეეხო ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის საკითხებს, მხარეებმა სამომავლო ინიციატივებზე, მათ შორის საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაზე იმსჯელეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო ამერიკის შეერთებულ შტატებთან მრავალი წელია თანამშრომლობს. USAID-ის მხარდაჭერით საფუძველი ჩაეყარა პროექტებს, როგორც უნიკალური ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის, ისე ეკოტურიზმის განვითარების და დაცული ტერიტორიების სისტემის ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებით. გარდა ამისა, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ამერიკის სატყეო სამსახურთან თანამშრომლობის შედეგად შემუშავდა ბორჯომ ხარაგაულის ეროვნული პარკის ხანძრების მართვის გეგმის სამუშაო ვერსია. Ქონდა პატივი გვემასპინძლა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩისთვის ბორჯომ ხარაგაულის ეროვნულ პარკში, რომელიც არის ერთ-ერთი უძველესი ეროვნული პარკი საქართველოში და დავათვალიერეთ ის ინფრასტრუქტურა, მათ შორის საშუალება ჰქონდა რომ მოგვეულო ბილიკები და ასევე გვესაუბრა იმ სისტემაზე მენეჯმენტის, რაც დაცული ტერიტორიების სააგენტოში არსებობს და როგორ ვითარდება ქვეყნის დაცული ტერიტორიები. ძალიან ხაზგასასმელია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მუდმივად ხარს უჭერს დაცული ტერიტორიების სააგენტოს და ჩვენს ქვეყანაში ბუნების დაცვის და დაცული ტერიტორიების განვითარებას. მე ვილაშქრე ულამაზეს ბორჯომ ხარაგაულის ეროვნულ პარკში. მართლაც ძალიან ლამაზია და მოხიბლული ვარ, რასაც გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დაცული ტერიტორიების სააგენტო და რეინჯერები აკეთებენ დაცული ტერიტორიებისთვის. ამერიკის შეერთებული შტატები წლებია მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსთან, რომ დაიცვას ეროვნული პარკები საქართველოში, ტყის ხანძრების მიმართულებით თუ ეროვნული ჰაბიტატების დაცვის მიმართულებით. მოხარული ვარ, რომ დღეს აქ ყოფნის საშუალება მომეცა და აუცილებლად დაუბრუნდები.